გამარჯობა, მე ვარ ელფ მარიამი და უკვე 1 წელია YouTube-ზე ვარ. ეს არის კალია. კი. Just medicine. I want to take a photo. So much light. Okay. We will change. გამარჯობა, მე ვარ ელფ მარიამი და უკვე 1 წელია YouTube-ზე ვარ. გამარჯობა, მე ვარ მარი. აქეთ მინდა სულ რო ვიყურო და სინამდვილეში კამერა არის იქით. განიჭერს ლაპარაკი. ძალიან ცუდია. გავჩდი სადეზი აი უბრალოდ თქვისანი დაგჭირდება ფული დაგჭირდება ხელის სადეზი არ გეგონოთ რომ უბრალოდ კამერა ავიღე და გადაღება დავიწყე მთელი ცხოვრება ვიყებ ბავშვობიდან ვცდილობდი გადამეღო თითქმის ყველა თავგადასავალი რაც გადამხდა და ამას ვამონტაჟებდი ხან ფოტოებს ვამონტაჟებდი ხან ვიდეოებს როდის რის შესაძლებლობა მქონდა და ამ ვიდეოში მინდა განახოთ ვინ ვიყავი YouTube-ში მოსვლამდე დავიბადე 1986 წლის 10 დეკემბერს როგორი ვიყავი პატარა ფოტოები თითქმის არ მაქვს თუმცა რამდენიმე საკ ჩავსო წლამდე ვიზრდებოდი ჩემს საყვარელ სოფელში ხაბუმეში, სადაც დავდიოდი ბაღში, რომელიც ძალიან მიყვარდა. ესე გამოიყურება ეხა სახლი, სადაც 3 წლამდე ვცხოვრობდი. ყველაფერი მიყვარს, რაც ამ სახლშია, ეს ჭა ეს არის სურათები ჩემი ბებიის, თამარასი და ბაბუის შალვას. ამ სახლში მახსოვს მოგონებები ჩემს ბებიასთან, თამარასთან და ბაბუასთან. შემდეგ იყო სკოლა, ჯერ 79, მერე 126, მერე 191 და მერე 79. სკოლიდან სიმართლე გითხრათ, ბევრი მოგონება არ დამჩა ვიდეოს სახით. სკოლის პერიოდი ძალიან საინტერესო იყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა რატომღაც აი ესე მძაფრად არ მახსოვს. მაგრამ განსაკუთრებულად მახსოვს სკოლის პერიოდში დავდიოდი მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკურ სასახლეში პიონერ ფილმში გრიშა მასწავლებელთან და არასდროს არ დამავიწყდება. იქ ვიღებდით ფილმებს, ვამონტაჟებდით და ყველაფერი რაც ვიცი, ალბათ იწყება ზუსტად აი ამ პერიოდიდან, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს.
განსაკუთრებულად მახსოვს დედაჩემის სოფელი ზუმი. სადაც ყოველ ზაფხულს მივდიოდი მთელი 3 თვით და ყველა ბავშვი ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს რომ წავიდეს მშობლების გარეშე ბებიასთან და დაისვენოს მარტო სოფელში ამის შესაძლებლობა ვისაც არ აქვს ყველას უთანაგრძნობ იმიტომ რომ ეს არის განსაკუთრებული პერიოდი ასეთი მაგარი სხვა არაფერი არ მახსენდება ჩემს ცხოვრებაში და აქ ჩავსვამ ვიდეოებს როგორ ვერთობოდით მდინარეზე ერთი სოფლიდან გადავდიოდით მეორე სოფელში, სადაც ბევრი ბიჭები იყვნენ, იქ მოგწონდა ვიღაცები, ვეპრანჭებოდით და ძალიან მიყვარს ეს პერიოდი. ყველაზე მეტად მიყვარს, იმიტომ რომ ეს იყო თავისუფლების პერიოდი. ბებია ჩემს ერქვა და საყვარელი სახელი ფუცა და სულ მიშლიდა ხოლმე მოკლე შორტებით სიარულს და ერთხელ რო უთხარი თუ ესე დამიშლი წავალ მეორე სოფელში თქო ესე შემომხედა და მეგრულად მითხრა ბები კი გიხდება ისე მოკლე შორტები რატო უნდა წახვიდე გეცვას და იყავი ძალიან საყვარელი იყო ბაბუა ამბაკო თითქმის არ მახსოვს მხოლოდ სურათებიდან ვიცი დედა ჩემი პატარა იყო რო გარდაიცვალა როგორ ახარ აბა? რა ვიცი ვარ. მომიხარია გაკო. დედა ვიმოვი. ხალხასობაში როგორი იყავი? როგორ ვიყავი და თუ დამზევდნენ ისეთი ვიყავი რომ თბილისი გილო. ყველგან ვიყავი ქებული, მაგრამ ახლა დაუბენი. ასე ვიყავი, კრასავიცა ვიყავი, მაგრამ ახლა დაუბენი. ტელევიზორში მიყურებ ხოლმე? როგორ არა კრასავიცა გამოჩანხა? აბარა. მოგეწონე? აბარა. რა თქვეს რა? მე ზოგადად კიდე მოვიდა ჩემთან და რა კაი შვილი ყავს როგორ გამოვიდა ტელევიზორ. ნუ მეუბნებიან მაგას მე. აჰა. შეც მოგწონვარ ესე. აბა მე როგორ არ უნდა ხაბერია ვიყავ. გაწვიმდა. და მე კიდე ძალიან ბევრი რაღაც მაქვს მოსაყოლი. ჩავხედო ჩემს დავთარს. შემდეგ იყო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტში გატარებული წლები ძალიან კარგად მახსენდება. უნივერსიტეტთან ერთად დაიწყო ჩემი სამსახურეობრივი მოღვაწეობა და პირველი სადაც დავიწყე მუშაობა ეს იყო რადიო პიკის საათი, სადაც სიუჟეტებს ვაკეთებდი მხოლოდ ხმით წარმოიდგინე კადრის გარეშე, უნდა გადმომეცა ყველაფერი და ამან ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემი ფანტაზიის უნარზე და ძალიან დამეხმარა. დედამიწა, ეს მიშველი. დედამიწაზე უცხო სხეულია. უკვე დიდი ხანია და უცხო პლანეტელებზე ლეგენდებს საქართველოში წყვებიან. ხალხის უმრავლესობას მათი არსებობის არ სჯერა. არა, ამჯერავს და ჯერავს თუ არა? არა. ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო. მეცნიერები აღმოჩენებს აკეთებენ. ერეკლე შონია უკვე დიდი ხანია ამ საკითხზე მუშაობს. ამის შემდეგ ცოტა ხანი ერთი თვე ვიმუშავე TV იმედში და შემდეგ წავედი პირველ არხზე. პირველ არხზე ჩემს საყვარელ მაკაფანქისთან ერთად, რომლისგანაც ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე და აქ ჩავსვამ ჩემს სტენდ-აპებს და
ძალიან უცნაურად გამოვიყურები, მაგრამ ძალიან საინტერესო პერიოდი იყო. უკვე გადაედო ჩემს კომპიუტერს, სათვალეს, საფულეს, პიჯაკს, რა თქმა უნდა, ტელეფონს და უკვე თქვენს ეკრანებსაც. ეს მაკებისგან რომ სრულად განთავისუფლდეთ, ამ კოშოს სამჯერ უნდა გადმოახდეთ. ეს ერთი. ეს ორი. და ეს სამი. მე მგონი ეს მაკებისგან თავისუფალი ვარ. ყველაზე საშიში რაკეტაა, ზღვაში შეგიძლიათ ნამდვილი ექსტრემი გამოცადოთ. ამისით ჭიაურის ტყე იწყება, რომლის სცენარეული საფარის აღსადგენად 1,900,000 ევრო გამოხოს. მეურნეობა იწყება, სადაც გზას ჩვენ ცხენით ვაგრძელებთ, რადგან მანქანებთვის ბევრი მიუვალი ადგილია. აჩ. ზესვაობის დღესასწაული დოღის გარეშე წარმოუდგენელია. ახლა ყველა სტარტისკენ მიდის 11 სექტემბერს. ჯარის გასამხნევებლად ბრძოლაში წასული ერეკლე მეორის ბაგრატიონთა ორი შტო ერთმანეთს დაუნათესავდება. ანა და დავითი ქორწინებამდე რამდენიმე საათით ადრე წმინდა ზიარებას სვეტიცხოვლის ტაძარში მიიღებენ. მაიმუნებთან გალიაში არასდროს არ ყოფილა. გამარჯობა. პირველი არხიდან რაღაც ეტაპზე გამომიშვეს სამსახურიდან, მითხრეს რომ პროფესიონალიზმის მიხედვით არ ვაკეთებთ არჩევანს, რომ ესე გვიწევს უნდა გაგიშვათო და გამომიშვეს და წავედი სამუშაოდ ყველასთვის საოცნებო რუსთავიორში. მაშინ რუსთავიორი იყო ადგილი, სადაც მუშაობაზე ყველა ჟურნალისტი ოცნებობდა და მე ეს ოცნება ამიხდა. ვიყავი უბედნიერესი, ვიმუშავე კურიერში, სხვა ამბებში, სხვა შუადღეში. ჩვენი მთელი გუნდი შემოვერთდა შუადღის გუნდს. მე ვარ მეხანძრე მაშველი მარი შენგელია. ყოველთვის ვცდილობდით რომ რეპორტაჟები მოგვემზადებინა განსხვავებულად. ვაი, სადო არ ღმერთო. ხოში ავიფეთქე ბურთი და მაშინაც მახსოვს რომ ძალიან შემეშინდა. ვაიმე. მიწევდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობა. ძალიან კარგად მახსენდება ეს პერიოდი და ეს სიუჟეტებიც ყველა მიყვარს. თუმცა გამოვარჩევ ერთ-ერთს. მე და მერიკო გუბელაძე წავედით ამსტერდამში, სადაც სერია გადავიღეთ რეპორტაჟების და ერთ-ერთი იყო, ეხლა დაგემოვნებები ხო ძალიან აქტიურია და მაშინ ეს იყო დაახლოებით ალბათ 8-9 წლის წინ, პირველად გავსინჯე მატლი, კალია, ტარაკანი, კიდე რა იყო, ყველაფერი საშინელება გავსინჯე მოკლედ და ამ ვიდეოს აქ ჩავსვამ, იმიტომ რომ დღეს დავრეკე თამოსთან, ჩემს მეგობართან რუსთავიორში და ვთხოვე იქნებ როგორმე ეს კადრები მომეცეთქო და ეს კადრები არ მქონდა, არსად არ იყო და ძალიან გამიხარდა რომ მომაწოდა და მადლობა თამო მიყვარხარ. ეს არის კალია. კი. With ჯერმერი სინჯა. I want to take a photo. So much light. Okay. We will change. კაია. რომ ცოდნოდა რომ კალია იყო, მეგონი We can have a picture moment later. მოდკბო. No, with the insects. ბუშავა თუ რაღაც ეგეთი. Okay. I didn't worry. არ ვინერვიულებ თუ არ მოგეწონა. მე მომწონს. მარტი და სხვადასხვა ზომის მარტლები. აი ამ პატარა მარტს გავსინჯე. აა, შეიძლება რაღაცა პატარები. მე პატარა მარტი ახალყოფილო. ეს არის გენდერი.
ძალიან ბედნიერი ვიყავი რუსთავიოში, თუმცა რაღაც ეტაპზე გადავწყვიტე, რომ ბიზნესისთვის მომეკიდა ხელი. ვიფიქრე, რომ ბიზნესი კარგად გამომდიოდა. მე და ჩემმა მეგობარმა ქეთირატიანმა დავიწყეთ სტარტაპები და ორივე ერთად წამოვედით რუსთავიორიდან. ვიდეოს რა სტარტაპები დავიწყე და როგორ ავაწყეთ არაფრისგან, დავიწყეთ ბიზნესი 150 ლარით და რა შედეგამდე მივედით, ამას ყველაფერს ცალკე ვიდეოში მოგიყვებით. ეს სახალხო ბალიშები და ჩემი ორი ულამაზესი მეგობარი. გამარჯობა გოგოებო. სალამი. გილოცავ დამდეგს. რა მაგარია ეს ახალებია, ეს მე არ ვიცი. ეს არის ჩვენი ახალი სანათები. რა კარგი სანათებია. ეს ნაძვისხები 100 თუ ისე. მინდა კარგად გაგიზიაროთ ამბები ყველას, ვისაც გინდათ რომ თქვენი სტარტაპი გქონდეთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას შეგიძლიათ არაფრისგან დაიწყოთ ბიზნესი და გამოგივიდეთ. ეხლა კი მინდა მოგიყვეთ, რომ ჩემი მთავარი მუზა ცხოვრების არის მოგზაურობა. გიждები მოგზაურობაზე, მშვილდოსანი ვარ და დამახასიათებელია ეს მშვილდოსნებისთვის და ყველაზე მეტად მიყვარს მოგზაურობა. პირველი ჩემი მოგზაურობა იყო, როცა ვიყავი აბიტურიენტი და იუნისეფმა დამფინანსა ფილმის გადასაღებად წასვლა ბიშკეკში და ბაქოში ვიყავი. ამის შემდეგ პირველი არხიდან წავედი ნაბრანში, ესეც აზერბაიჯანშია. ეს ყველაზე ექსტრემალური ადგილია. აქედან დაშვებას ყველა ვერ ბედავს. ეს აკვაპარკში ვები კარგად მაგ. ეს აკვაპარკში ყველაზე ექსტრემალური ადგილია. აქედან დაშვებას ბევრი ვერ ბედავს. მე შევეცდები ჩემ თავს. ეს აკვაპარკში ყველაზე არა ექსტრემალური ადგილია. მე შემიძლია ჩემ აქედან გადახდომას ყველა ბედავს. მიკროფონი გამოართი, გადევიძი. მიკროფონი ეს აკვაპარკში ყველაზე ექსტრემალური ადგილია. აქედან გადახდომას ყველა ვერ ბედავს. მე ხა ვეცდები ჩემ თავზე გამოვხადო. თავგატეხილი რო ამოდი. აზერბაიჯანის შემდეგი ჩემი მოგზაურობა იყო გერმანიაში. შტუტგარტში დაუვიწყარი მოგზაურობა იყო. ჩემი საყვარელი მოგზაურობაა დღემდე, იმიტომ რომ მართლა განსაკუთრებული თავგადასავალი იყო გერმანიაში შტუტგარტში მოგზაურობა. აი, ვეღარ მოასწარი. დიდი შენ. გერმანიაში ვარ თითქმის ყველგან ნამყოფი, მიუხენი, ჰამბურგი, დორტმუნდი, კოლნი, დუსელდორფი, გელზენკიხერი, ძალიან ბევრგან და გერმანია არის, ესე ვამბობ, რომ გერმანია არის ქვეყანა, სადაც ვიცხოვრებდი, საქართველოს შემდეგ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ვიცხოვრობდი, სხვაგან ვერსად ვერ ვიცხოვრობდი ჯერჯერობით. საკუთრებული მოგზაურობებიდან მახსენდება იამაიკაზე ჩასვლა და ასევე ვიყავი პუნტა-კანაში, სადაც ფრენა გადაიდო და შემთხვევით მოვხდით და 3 დღე დაუვიწყარი დღეები გავატარეთ. იამაიკაზე ჩემი მეგობრის ელენეს ქორწილში ვიყავი და ძალიან კარგი იყო, ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მოგზაურობა იყო. მოგზაურობა არის ჩემი მუზა, ჩემთვის ყველაფერი. თუმცა YouTube არხზე მოგზაურობის ვიდეოებიც მიდევს, თუმცა ნაკლებად. YouTube არხზე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მინდა გავაკეთო, რომ ეს იყოს ბავშვებისთვის პლატფორმა. ამ YouTube არხით მინდა რომ ბავშვებს გაუზიარო განსაკუთრებული გამოცდილება, ის გამოცდილება რაც მე უკვე გავიარე. მით უმეტეს რომ ბავშვებთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან მიყვარს ბავშვები და მათთან გატარებული ყოველი წუთი არასდროს არ ვიღლები. მიყვარს თამაში და როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო ბავშვებთან თამაში სულ კარგ განწყობაზე მაყენებს. სანდრო, თამაშა და მარია შენგელია. პაპუნა გასვიანი. ამ სვანეთს გაგიხდი სანანე. რაც შეეხება პირად ცხოვრებას. 2013 წელს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე და გავყევი ცოლად ჩემს ქმარს. უკვე 12 წელია ერთად ვართ და ძალიან მიყვარს. მიყვარხარ.
ალბათ იშვიათად მიმიღია ცხოვრებაში ესეთი სწორი გადაწყვეტილება და ყოველდღე ამაში ვწმუნდები და მადლობა პაპუნას ამისთვის და ძალიან მიყვარხარ. კიდე მინდა ვთქვა ჩემს მეგობრებზე, არ ჩამოვთვლი, მაგრამ ვთვლი რომ განსაკუთრებული მეგობრები მყავს და განსაკუთრებულ ადამიანებს ვიზიდავ და ყველასთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს. ამ ვიდეოში მინდა აუცილებლად გავაკეთო გათამაშება. ერთ-ერთი თქვენგანი კომენტარებიდან ავარჩევ მოიგებს ბუბუ ბოქსის ბოქს, რომელიც არის ტაბას ქვიშებით სავსე. ესე გადავწყვიტე და გილოცავთ ჩემ თავს YouTube-ზე 1 წლის გავხდი და თქვენს მომილოცეთ YouTube-ზე მოსვლა და დღეიდან ვეცდები რომ ძალიან აქტიურად დავდო ვიდეოები. 8000-მდე გამომწერი მყავს ახლა YouTube-ზე და ძალიან მინდა რომ ძალიან მალე ავიდეთ 20000-მდე. 20000 გამომწერზე გავაკეთებ ბავშვებისთვის ძალიან საყვარელი ნივთების გათამაშებას. კარგად!